კაცი კუხნაში ვიცი მე. დიახ, საქართველოს ჯუდოისტთა ნაკრებმა მესამედ მოიგო ევროპის გუნდური ჩემპიონატი გოგონების დამსახურებით. აქედან გამომდინარე, კაცი კუხნაში ვიცი მე. კარგი. ეს ხა ამოვა სანამ მონოლოგს დავიკითხავ. მოკლედ, გოგონები რო დაამატეს, ხო გახსოვთ, როგორ ვაგინებდი ჯუდოს მამებს. ვინც გოგონების დამატება გადაწყვიტა, იმის ასე და ისე თქო. ახლაც ვაგინებ, ოღონდ პირიქით. ვინც გოგონები ამოიღოს გუნდურიდან, იმის ასე და ისე თქო, ეხა ასე მომდა. თქვენ გენაცვალეთ გოგოებო მე, ეს რა მაგარი დღე იყო. აი, სულ ყველას ვენაცვალე, გოგოებსაც, ბიჭებსაც, რევანში დადო ილიამ, რევანში დადო ეთარ ლიპარტელიანმა, რევანში დადო სოფიო სომხიშვილმა და დღე დაგვიგვირდა ჩემი რევანშით. ხო, როგორ? სარდალას ოქროზე ხო დამათრო ასტამამ. ხო და გუნდური ჩემპიონების შემდეგ მე გუგერსამ და ჭიპომ დავათრეთ ასტამა, რიო და სერე. და დავდეთ რევანში, ძმაო. ისიც ხო გახსოვთ, 6 თვის შვილიშვილის ჯუდოზე შეყვანას რო ვაპირებდი. ეხლა გოგო შვილიშვილი ჩემყავს. მოკლედ, ძალიან მაგარი შედეგით დავბრუნდით ევროპის ჩემპიონატიდან. ყველამ ძალიან მაგრად იბრძოლა, ყველას გილოცავთ, თუმცა მინდა ილია სულამანიძე გამოვყო და მიუმართო ჩემო ილია, მე ვიცოდი რომ შენ ოქროს აიღებდი. დარწმუნებული ვიყავი ამაში, საიდან ვიცოდი, ახლა ვიგეთყვი, შენ გენაცვალე, ვერცხლი რო აიღე ოლიმპიადაზე, მალევე იყავი ჩემთან სტუმრად, ხო? რა გითხარი მე შენ? რადგან მოხვედი, შემდეგ ტურნირზე ოქროს აიღებთ, ხო გითხარი? გითხარი. ხო აიღე. მუშაობს ბატონო ეს ოსში. ოთარის სპორტ შოუს დაზღვევა, ოსში დაზღვევა, მუშაობს. ახლა მსოფლიოზე გიწევს წასვლა შეგენაცვალე და უნდა მოხვიდე, იმიტომ რომ ერთი სეანსი კიდე გაქვს გასავლელი. ევროპას თუ ყოფნის მარტო მოსვლა და შეხვედრა, მსოფლიოს და ოლიმპიადას უნდა ასევე დანიძლავება. აი, გენო პეტრიაშვილის მაგალითი აიღე, ხო და დაგენიძლავები შენც და მინდა რომ ეს ნიძლავი გადმოგცე, სრული პაკეტი რო გქონდეს რა. გადავიდეთ ახლა ფეხბურთზე და სანამ ჩემპიონთა ლიგაზე ვიტყოდე, ელ კლასიკოს მინდა გამოვეხმაურო. ჩემს წინა მონოლოგებში რამდენიმე ხუმრობა მქონდა მადრიდის რეალზე, რამაც ძალიან გაანაწყენა რეალის ქართველი ფანები. ამიტომ მე როგორც ობიექტური წამყვანი და ზოგადად ობიექტური კაცი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და მცოდნე, მინდა 2 სიტყვა ვთქვა ისეთ უდიდეს გუნდზე, როგორიც არის მადრიდის რეალი. არა მარტო ესპანეთში და ევროპის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით უდიდეს გუნდზე. ეს არის გუნდი, რომლის მაგია იპყრობს საფეხბურთო სამყაროს. ეს არის გუნდი, რომელსაც გააჩნია უდიდესი ტრადიციები და ფეხბურთის პოპულარობაში მისი წვლილი ფასდაუდებელია. ეს არის გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჩემპიონთა ლიგის თასის აღების ყველანაირი რეკორდი დაამყარა და ამ რეკორდს საუკუნეები ვერავინ მოხსნის. ეს არის გუნდი, რომლის მენტალიტეტი მუდამ გამარჯვებაზეა ორიენტირებული. აი ასეთი გუნდი დაამარცხა შაბათს ელ კლასიკოში ბარსელონამ ანგარიშით 3-2 და 12 გოლი გაუტანეთ უკვე წელს ჩვენ მადრიდის რეალს. სხვათა შორის კოპა დელ რეის ფინალის მსაჯმა რიკარდო დე ბურგოსმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეალის კომაგები მას და მის შვილს აბულინგებდნენ. რიკარდომ ამ დროს თავი ვერ შეიკავა და იტირა. მე მინდა ბატონ რიკარდოს სახელმწიფო სპორტ შოუს სახელით, ხო გახსოვთ სახელმწიფო სპორტ შოუ დავაარსე. სოლიდარობა გამოუცხადო და ვთქვა, არა ბულინგს, არა ძალადობას. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. არა მსაჯების ბულინგს. ზოგადად ბულინგი არის ცუდი. ჯობია სიყვარული გავარცხოთ. არა მსაჯების ბულინგს. არა რეალის მე-12 მოთამაშეს კი არა და მსაჯების ბულინგს. არა მსაჯების ბულინგს. არა მსაჯების ბულინგს. არა ბულინგს. მსაჯების. არა ბულინგსო. ამას ამბობს, ამას. რაც შეეხება მომავალ ელ კლასიკოს, რომელიც მალევე 11 მაისს გაიმართება, მიუმართავ ესპანეთის ფეხბურთის კავშირს თუ ფედერაციას,
მე როგორც ბარსას ფანი მინდა რომ ელ-კლასიკოს მსაჯად დაინიშნოს რეალის დიდი თაყვანისმცემელი ხესუს ხილ მანსანო. დაინიშნოს, იმან ხო მატჩის დაწყებამდე იტირა, ეს მატჩის დამთავრების შემდეგ იტირებს. რეალს მისი დახმარებაც რო ვერ უშველის. დიახ, სერიოზულად რომ თქვა ერთი პატარა რჩევა ფლორენტინო პერესსაც უნდა ვუთხრა, ერთადერთი შანსი ელ-კლასიკოს მოგების იცი რა დაგჭა? მათემატიკის მასწავლებლის მოსყიდვა. იქნებს საკლასოს საკონტროლო წერა და უნიშნოს იამალს და ვერ მოვიდეს თამაშზე. გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. აი ასეთი მატჩი იყო ბარსელონა ინტერი. რა გოლი იყო ტურამის გოლი? რა გოლი შეაგდო დუმფრისმა, როგორ დახატა ყველაფერი იამალმა, მერე ფერან ტორესმა და ბოლოს რაფინიას ულამაზესი დარტყმა. ეს რა იყო ხალხო? ეს რა სასწაული თამაში იყო? როგორი თამაში იყო, იცით? აი გოგონებს მივმართავ, თუ ამ თამაშის დროს თქვენმა შეყვარებულმა SMS-ზე გიპასუხათ, არ არის ხელიდან გასაშვები ეგ ბიჭი, ესე იგი ძალიან უყვარხართ. თავად ამ ერთმა მატჩმა რამდენიმე კანონზომიერება დაარღვია. აი უყურეთ. ბიოლოგიური კანონი ხო დაარღვია. 17 წლის ბიჭმა მიასე შეხვედრა ჩაატარა და სასწაული გოლიც გაიტანა. ისეთი მომენტები შეიქმნა ამ მატჩში და ისეთი გოლები გავიდა, ფიზიკის კანონებიც დაირღვა. დაირღვა ასევე ფეხბურთის კანონი, ვერ გაიტან, გაგიტანენ. აქ იყო პირიქით, გაიტან, გაგიტანენ. გაიტან, გაგიტანენ. კიდე გაიტან, კიდე გაგიტანენ. ერთადერთი კანონი, რომელიც ამ მატჩის დროს არ დაირღვა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არის ოთარ ტატიშვილის კანონი. მე ნერვიულობის დროსაც ვსვავ და სიხარულის დროსაც ვსვავ. შესაბამისად 6-ვე გოლზე განსხვავებული დავლია. რაც შეეხება არსენალი პარის სენ-ჟერმენს. ამ თამაშს კი აი ეს მუსიკა მოუხდება. ხო რა, ქართველის ასისტი ფრანგის გოლი რა. ძალიან მაგრად ითამაშა კვარამ, ძალიან დიდი შეფასება დაიმსახურა. გილოცავ კვარა, ჯიგარი ხარ, ესე იგი პარის სენ-ჟერმენმა რომ იტყვიან, ერთნაირად დაიფრინა ეს პრემიერ ლიგის გუნდები, ხალხო, ჯერ სიტის მოუგო, მერე ლივერპულს, მერე ასტონ ვილას, ახლა არსენალს. მოკრეთ, პარის სენ-ჟერმენმა ნისლიანი ალბიონი ცრემლიან ალბიონად გადააქცია. ველოდებით ძალიან დიდი ინტერესით განმეორებით მატჩებს, მეგობრებო. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი პანამის არხი და იქ ნახავთ გელაკორძაძე როგორ მეკითხება მე. ოთარ, ხო არ იცი ლიგის თამაშები როგორ მოჩა? ATP იყო ბადმინტონის. მე შეგახსენებთ რომ გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი აქტიური მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. ახლა რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, დღეს ჩემთან სტუმრად არიან ადამიანები, რომლებმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს მორიგი ოქრო მოუტანეს ამჯერად ევროპის ჩემპიონობის ოქრო, სოფიო სომხიშვილი და მარიამ ჭანტურია. ვარ ჯანზე? ყოფილხარ ჯანზეო, მარიამი მეუბნება. ძალიან მაგარია, ძალიან. ბატონო, მე ისე კი არ დაგხვდით თქვენ. ეს თქვენ და ასევე თქვენ გაიხარეთ არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად. ეს თქვენ. მე რო დიეტაზე ვარ? არა უშავს თქვენ, დაპატიჟებთ ვინმეს, ეს თქვენ. ესე იგი გილოცავთ, დიდი მადლობა და ხო, რაფაელოს ფული აქვს მოსატანი. იმიტომ რომ გავარეკლამეთ. კარგი, ძალიან მაგარი გოგოები ხართ, მადლობა, გილოცავთ, ურთულესი რამე შეძელით. ახლა მითხარით წინასწარ თუ გეგმავდით, მარიამ, სოფო გეგმავდა და მე გეტყვი რატო გეგმავდა. მაგრამ შენ თუ გეგმავდი წინასწარ ასეთ შედეგს. ჩემპიონობას? ხო. რა თქმა უნდა, მაგისთვის გავიღვიძე დილით, რომ მეთქი უეჭველი ჩემპიონები უნდა გავხდეთ, იმიტომ რომ პირადურში ისე მოვდიოდით, უმედლოდ და გუნდუშიც ისე ხო ვერ წამოვიდოდით. რა თქმა უნდა და უნდა ვიყავით ჩემპიონები. ყველაფერი გავაკეთე. სოფო, შენ მოყევი ახლა რატომ მოიგე ევროპის ჩემპიონატი?
იმიტომ მოვიგერო თქვენ გამაცილეთ კარგ ფეხზე. მე მაშინ არ ვიყავი. ხო. თორე მეც ვიტყვა. მაშინ იყვნენ სოფიო და ეთერ ასკილაშვილი შემხვდნენ, მოკლედ მეც მივდიოდი ევროპაში, თქვენ მიდიოდით ევროპის ჩემპიონატზე. ხო და მოკლედ შევხვდით ესეთ სივრცეში, სადაც მე უკვე კარგად შეზარხოშებული ვიყავი და უცებ შემოვიდა სოფიო და ეთერი. ევროპაზე მივდივართო და ხო გითხარი ოქროს გარეშე არ ჩამოხვიდეთ მე. აბატო, აი თუ არ მუშაობს ეს ოსში, ხო, ოთარი სპორტ შოუ. მუშაობს, დაზღვევა, მე ხო ჩემი დაზღვევა მაქვს. მაგრამ ეს ევროპაზე ჭრის უბრალოდ მოსვლა და სოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონობას ნიძლავი უნდა. ხო, გენოს ხო დავენიძლავე 50 კაციან სუფრაზე და თქვენ დაგეგნიძლავებით 5 კაციან ტირამისუზე. მე არ მიყვარს ტირამისუ. აბა რა გიყვარს? ცოტა ისეთი საჭმელები. შენ მამაპაპური. მამაპაპური. ხინკალი ქავაბი. კი, მწვადი. ჭმაჭი. მეგრული. მეგრული კუჭი, ხო, ბოდიში. გოჭის გეყარება. ხომი, გოჭი, ხარჩო. ელერჯი. შენ რა გიყვარს? მე ხა ცივიყავა და ჩიზკეიკი. კარგი, ესე იგი გენიზლავებით კუჭმაჭზე და ცივყავაზე და ჩიზკეიკზე. კარგი, აი მაგ დროს ეხა აი რო ამოვიდა სოფო, რო ბოლო ბრძოლა ესო დატრიალდა ლატარია ლოტოტრონი თუ რაც ქვია იმას, რაც ტრიალებს ზემოთ. რო ამოვიდა შენი წონა. აი მაგ დროს რა შეგრძნება გქონდა, რომ აი შენი გადასაწყვეტია ყველაფერი. აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აი მაგ დროს რო გავიხედე ტრიბუნებისკენ ჩვენი ქართველები იჯდნენ ყველანი ერთად. შემდეგ გუნდს რო გავხედე, აი რა ვიცი, ყველანაირად мотиваცია მომეცა და 9 წამში მოვაგვარე. ჩვენაცადი სოფო არ გვინახია. გამწარებული სოფო არ გვინახია. ცოტა გამწარდი თან მანამდე წავაგი შეხვედრა ხრის გამო გამიჭიმა ხელი და ნუ ვერ შევძლებდი ვერანაირად და ძალიან გამიხარდა რომ ისევ ჩემი წონა ამოვიდა დავამტკიცე და ძალიან მაგარი. კარგი, ამ დროს თქვენ ვინც ვისი წონაც არ ამოვიდა, თქვენ ამ დროს რას ფიქრობდით? ჩვენ ყოველთვის გვაქვს ერთმანეთის სიმენი. გუნდი, იმიტომ ანუ ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. მუშკეტერების დევიზი მოქმედებს აქ. ძალიან მაგარი. ისე მე შენზე ცოტა გაბრაზებული ვარ. არ მაცადე რა, დავჯექი, მოვემზადე, ცალკე წამალი მოვიმზადე, ცალკე ვისკი მოვიმზადე. მეთქი აბა როგორ წავა ბრძოლა, მეთქი ცოტა გაიწელება, ერთ დავლევ, ან წამალს დავლევ, ან იმას დაამთავრე და ამ წვეთი ჩავასხი ვისკიში, დავლი ერთად და დაამთავრდა ასე ჩემი. მეც მეჩქარებოდა ძალიან. კარგი, ეხლა ეს ილეთი შენ რაც გააკეთე, რა ქვია მაგილეთს? მე რა ქვია მაგილეთს? ორი გააკეთავს, თუ სამი მოძრაობა გააკეთე? სამი მოძრაობა გავაკეთე, ანუ ერთი მოტყუება გავაკეთე, რომ ვერ გაეგო, ასე ვთქვათ, რას ვაკეთებდი საბოლოოდ. ამიტომ აღარ გვახსოვს. შენ თვითონაც ვერ გაიგე, მე მგონი რა გააკეთე. მე თვითონაც ვერ გავიგე ბოლოს რა იყო. მაგრამ ხო, შეფასება მომცეს იუკო. მაგდებაზე, ან გოლდესკორი იყო და ნებისმიერი. იუკო მოგცეს? მე ვაზარი რატომ მეგონა? ნუ შეიძლებოდა, მაგრამ მაგას აღარ მქონა იქ მნიშვნელობა. კი, როცა გოლდესკორია, უკვე ნებისმიერი ქულა გაგებინა. იუკო. სახში ალბათ ძალიან განიცდიან, ხო, როცა თქვენები უყურებენ ოჯახის წევრები, მარიამ. კი, სწავლებსვან, წნევის. წნევის სწავლებსვან. ისე როგორ აი ხა პირველად ხარ მარიამ შენ ჩემთან ხა სოფოსთან ჩამოყალიბებული გვაქვს უკვე მეგობრობა რამდენიმე წლიანი და ასე თუ ისე ვიცნობთ და შენ ნაკლებად გიცნობთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში. შენ როგორ მოხვდი ჯუდოზე, ანუ შენი გადაწყვეტილებით შეხვედი? კი, ძალიან ოხერი ბავშვი ვიყავი, ოღონდ ჯუდოზე არ დავდიოდი, თავიდან დავდიოდი, კინბოქს ჩხუბობდი. კინბოქსინგს? კი, და მე რაღაცნაირად მოვხვდი აქ ჯუდოში. ბიჭებს ცემდი ხოლმე? კი, შეჯიბზე. ბატაშორის ვიგებდი. შეჯიბზე ბიჭებს ცემდი? კი. რას ლაპარაკობ? გალახური მყავს ერთ სამი. ხო არ რა ქვია გიფიქრია UFC-ზე? არა, ჯუდო. არა, მარტო ჯუდო. კარგი, მოკლედ შენ გენოს სუფრაზე არ იყო, ხო, მარიამი? არა. არ იყო. მოუყვე ის ამბავი, თქვენ რო ფოტოებს იღებდი? მოუყევით. მოუყვე ამბავი? მოკლედ ძალიან მაგარი ამბავია. გენო იგვიანებს, რა, ეხა ბევრი ხალხი იყო დაპატიჟებული და
ზოგი ვერ მოვიდა, ზოგმა დაიგვიანა, ზოგმა რაღაც მოკლედ და გოგოები ყველაზე მოწესრიგებულები აღმოჩნდნენ. ზუსტად რა დროც იყო, იმ დროს მოვიდნენ და მეთქი გოგოებო უნდა დაველოდოთ. კი, რაღაც არ არის პრობლემაო და იქ რაღაცა კუთხე ნახეს და იღებენ ფოტოებს. ანუ იღებენ ფოტოებს ეს სოფოა და ეთერია ასკილაშვილი და ეთერია ლიპარტელიანი. იღებენ ფოტოებს, აქეთ იქით რაღაცა, სად არის გენო ურეკავს, სად ახარ, აი გზაში ვარ, მოვდივარ, კაი. მე გავიხედე და მე რა ქვია მას პანორამული თუ რაღაც ფოტოებს იღებენ, თან უკვე ვიდეოზე გადავიდნენ. ვიდეოზე. მე მოვიდა ხალხი კიდე ნელ-ნელა გენო არის, არ ჩანს, დავждეთ და ეხლა რომ მე თან ნერვიულობ, რომ ესენი პირველად მოვიდნენ და გავიხედე რომ მეთქი, აბა ეს გოგოები რა შვებიან თქო და უკვე როგორ კონდიციაში არიან, იცი? ასე ერთი უღებს და მეორე ეგრე რომელი დადიოდა სოფო თუ ეთო? არა, მე არ ვიყავი. არა, სოფო იღებდა, ასკილაშვილი დადიოდა ეგრე. აი, შევხვდა სხვათა შორის TikTok-ზე მაგის ვიდეო ალბათ ეგ იყო. შევხვდა? ეგ იყო. ისე ძალიან მაგარია. თქვენ ყველას მაგრა გაგიმართლათ სადაქალოს. ჩემი დაქალი იცი ვინ არის? ევროპის ჩემპიონია, ნებისმიერ შეუულია თქვას, ხო? აი, ზოგადად რა შეგრძნება ახლა ეს ევროპის ჩემპიონობა? ძალიან მაგარი გრძნობა, აი. ჯერ ხო რო ჭიდავ ხა ფიქრობ, რომ ყველანაირად რომ ეგ შეხვედრა უნდა მოიგო, გუნდს მოუტანო გამარჯვება და აი რომ მორჩება და ხალხს რო უყურებ, რომ სიხარულში არიან, ანუ იმ ხალხის სიხარულის შენ გიხარია მოგებასთან ერთად. ძალიან გრძნობა. გულშემატკივრობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა გულშემატკივარს მადლობა. თქვენ თვითონ ბრძოლის დროს აი რჩევებს რაღაც შეძახილებით თუ ურჩევთ ხოლმე? კი. ანუ მოსულა ეგეთი რამე? კი, რა თქმა უნდა. ეგ არის ყველაზე დიდი мотиваცია მაგ დროს, როცა იქ ვდგავართ და ვჭიდავთ. მე რო შემომახიეს მაიკა. მით უმეტეს ხო ნახეთ. კი. ისეთი ძლიერი ნაკრები ყავს ჩვენ, რომ აი გვერდში გვიდგანან ყველანაირად. მოდი ჩამოვთვალოთ, ანუ თქვენ ვინ რა გუნდები დაამარცხეთ. პირველი იყო აზერბაიჯანი, მერე იყო ავსტრია, ასევე საკმაოდ ძლიერი გუნდია. მერე იყო გერმანია, ასევე კარგი გუნდია და იტალია. რა გინდა? ერთ საფრანგეთი დარჩა რა. მაგასაც მალე მოუგეთ. მაგასაც და სოფლიოზე იაპონია და სამხრეთ ანუ ეხა ამას ემატება იაპონია და სამხრეთ კორეა. ნუ ბრაზილიაც? კი. სოფლიოზე უფრო ისეთი ბევრი გუნდი იქნება და უფრო ალბათ საინტერესო იქნება. საინტერესოც იქნება. ძალიან მაგარია. ეხა თქვენთან მაქვს ესეთი თამაში. შეკითხვას დაგისვავთ რიგრიგობით და 5 წამში უნდა გამცეთ პასუხი. ბესტებით. პირველი რომელი იქნებით? დავიწყებ. კაი, შენ დაიწყე. დაასახელეს 3 ბიჭი ჯუდოისტი, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა. გიორგი სარდარაშვილი, ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი. აჰა, კარგი. შენ მითხარი 3 ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოსდან. ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური და ფაინე, გავიჭედე. წავაგე. ერთი ცირეკიძე მაინც. კი, ზვიადაური. ცირეკიძე, ეგენი მაინც ყავს. კაი, არა უშავს. 3 რამე მითხარი უცებ რაც ყველაზე ძალიან გენატრება შეკრებაზე. სახლი, ჩემი საწოლი და დედაჩემი. მოასწრო. 3 რამე რაც მუდამ გაქვს ხელჩანთაში. სუნამო, პომადა და სავარცხელი. კარგი. შემდეგი არის ისევ მარიამი. 3 ყველაზე სიმპათიური ჯუდოისტი მსოფლიოში. დასაფიქრებელია. თუ გინდა 10 წამს. ლუკა მაისურაძე. 10 წამს გაძლევ. ვაჟა მარგველაშვილი. და მოდი იყოს მესამე გურამ თუშიშვილი. გურამ თუშიშვილი. კარგი. დანარჩენებს არ ეწყინებათ ახლა ეს. იმედი არ ეწყინება. თამაშია. საზღვარგარეთ 3 ნივთი, რასაც საზღვარგარეთ ყიდულობ ხოლმე. სუნამოს. სავარცხელს და პომადას. კოსმეტიკას.
კოსმეტიკას. კოსმეტიკას. კარგი. ყველაზე სწრაფი პასუხი იყო. 3 პრიზი, რომელიც გაგეხარდება მსოფლიო ჩემპიონობის მოგების შემთხვევაში. 3 პრიზი. ვა. საჩუქარი, აი რა გაგეხარდება? ხო, კაი, მოგცემ კიდე დაგიმატე. ეგეთი არაფერი არ მინდა. სოფიო, მანქანა. გული. კარგი იყო. კარგი, ეხლა სოფიო ჯერია 3 თვისება, რომელიც უნდა კონდეს იდეალურ მამაკაცს. უნდა იყოს ჯელტმენი, ყველანაირად მოწესრიგებული და ძლიერი. კი ბატონო. კარგი, რაც ევროპა მოიგეთ, ინსტაგრამზე გამომწერები მოგემატათ? მე კი. მოგემატა, ბევრი ყავს. კი. შენ? არც ისე ბევრი, მე ახალი ინსტაგრამი მაქვს, ამიტომ ნელ-ნელა. ანუ დააფოლოვეთ. ისე რა მუღამია ეს ინსტაგრამი რა მითხარით? მე სოციალურ ქსელებში ძალიან ისა ვარ, რა ქვია, ჩამორჩენილი ადამიანი ვარ და ანუ აი რა მუღამია ეს ინსტაგრამი? რით განსხვავდება მაგალითად Facebook-ისგან? ესე რომ ვთქვათ, უფრო ახალი თაობა ალბათ ინსტაგრამზე. აჰა. ინსტაგრამი. ხო არის ხოლმე ინსტაგრამზე რაღაც ფოტოს ატვირთავ და მაგალითად Facebook-ზე არა დედამარი ნახოს ან მამა. აი ბები ამან ბაბუა. ანუ იგივე პრინციპით შეიძლება ვთქვათ, აი სტორზე ატვირთვა, რომ დავდივარ საზღვარგარეთ, ან თუნდაც კაფეში ვჯდებით, ან თუნდაც რაღაც ისეთი გადაღება გვაქვს. ტვირთავთ ამ ყველას. ანუ ახალი თაობა ინსტაგრამი, ანუ Facebook-ი არის მესი და ინსტაგრამი იამალი. შეიძლება რომ ასე ვთქვა? შეიძლება ითქვას კი. შეიძლება რომ ასე ვთქვათ. დარწმუნებული ვარ, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც გეუნებოდნენ, რომ რა გინდა ჯუდოზე, რა გოგოს საქმეა ეს ჯუდო. იყვნენ ასეთი ხალხი? ხალხი მეკუხნაში. დედა ჩემი, ესე ვიტყვი პირდაპირ. დედა შენი. დედა ჩემი. დედა ჩემი. ხო, დედა ჩემსაც არ უნდა. ეხლა რა შვება ეს ხალხი? ეხლა რას ამბობენ? აი ხა რო ასეთი წარმატება და ეხა პირიქით. ეხა პირიქით არიან უკვე. რო ხედავენ ამ ხელა წარმატებას, ამდენი გულშემატკივარი, ეხა შეეცვალათ. ეხა ხალი კუხნაში აღარ არის. ხალი კუხნაში აღარ. ეხა კაცი ვიცი კუხნაში მე. ეხა კაცი ვიცი. თქვენ შემთხვევაში რა ხდებოდა? ჩვენთან ან ჩემს ოჯახშიც ესე იყო. მამა ჩემს უნდოდა, მაგრამ დედა ჩემს არა და მე უკვე მოგებები რო დავიწყე რაღაცა, შეეგუა და დედას უნდოდა ალბათ ფორტეპიანო, ბალეტი. სიმღერაც ეკვა, მაგრამ არ იყო ჩემი სტილი და ამიტომ ხო, ეხლა სიმღერაზე ვერავის ვერ წემდი და. ეხლა ნახე ეს კაცები რატო დაგვიმატეს გუნდურში, რომ ევროპა ვერ მოგვეგო, ხო? კი. ხალი ძლიერები ვართ. ხო, გოგოები ძლიერები ვართ და კაცები დაგვიმატეს, რომ გაგვირთულეს. მაგრამ ბიჭებმა კარგად აგიბეს მხარი, ხო? კი. ოჩახ ბიჭებს. ოჩახ ბიჭებს. კარგი, ყველაზე რთული რა არის სპორტის თქვენ სახეობაში? ძიუდოში? ხო, აი ყველაზე ალბათ რთული. შრომა. შრომა მაინც. დისციპლინა. დისციპლინა. უნდა ვიყოთ ფორმაში, ვიცავდით ყველანაირ რეჟიმს. რეჟიმი არის ყველაზე მთავარი. რთულია ნამდვილად. ხო, შრომა, დება. ანუ კვებაც შესაბამისია, ანუ კი. იქ წონა უნდა შეინარჩუნო, თუ საჭიროა დაიკლო, თუ საჭიროა მოიმატო. მომატება უფრო რთულია თუ დაკლება. აი სპორტსმენი როცა ხარ. აი, რავი, ერთ დღეში შემიძლია ალბათ 3 კილო მოვიმატო. დღეში 3 კილო. ანუ აწონვის მერე როცა წონს. ჩემი ძმაკაცი ვახო კასრაძე ხარ დღეში 3 კილო. ის 5 კილოს იმატებს დღეში, მაგრამ. ეგრე ხდება, ანუ წყლის ხარჯზე თუ იკლებ, წყალს ეგრევე იფსებს ორგანიზმი. არა, ის იმატებს წყლის ხარჯზე არ იმატებს. ის კარგად ბუთხავს. ჭამა მეც მიყვარს. როგორი ისენი ხართ, რა ქვია, კულინარები. აი სოფო 100-დან სოფო მოგვიყევი ნამსხრის გამოცხობა თუ ვიცი. სპორტი, ნამსხარი, ხაჭაპური, ძალიან ხვეზელი. გამოცხობა ძალიან მიყვარს. რა გეხერხება ყველაზე კარგად? ყველაფერი მეხერხება. როგორც საჭმლის მომზადება, ასევე დესერტების. აი შენი ის რა არის მაინც კოზირი. მაგრამ რა, უფრო დესერტების მომზადება უფრო მიყვარს. მართლა, ტარტებს აკეთებ? კი. ვა, რა მაგარია. მე მაგრამ მიყვარს ტარტები. ახლა გიბლის ილუსტრაციების თამაში მაქვს თქვენთან. ქალი სპორტსმენები იქნება გიბლის ილუსტრაციებით და თუ მიხვდებით რეალურად რომელი სპორტსმენია ეს. ვითამაშოთ, ახლა ერთი გუნდი იყავით, ერთი გუნდი. კარგი, დავიწყოთ.
ეს ნინო სალუქვაძე. ბრავო. შემდეგი? ეს დარია ბილოდიდი. რა მაგარია. ფიქრობს ეს აშკარად? ჭადრაკს თამაშობსო? ო! დაფიქრებულიო. მაია ხო არ არის ჩიბურდანიძე? ვერ გამოვიცანი. მეც დაგეხმარებით. ვერ გამოვიცანი. არა უშავს. შემდეგი? ქართველია უეჭველი ახლა საქართველოს დროშა. შენ ხო არ ხარ? აი, კითხო და ხელი ისე აწეული ახლა შეჭრა. ხო, ეთო. აი კოსკოსა მიგვიყო მის იმან სტილმა. ეთო. შემდეგი? აუ ეს ფრანგია. აუ სახელი არ მახსოვს ახლა. რომელი სახეობაა? შეიძლება ძიუდოისტი არ არის, ხო? სერენა? სერენა უილიამსი. იქრას ხანე. ხო, ნუ იქ სპეციალურად არის დამუშავებული გიბლის ილუსტრაციით. აბე, უტა. ამას ეგრევე ცნობენ. ეგრევე ცნობენ. შემდეგი გვაქვს კიდე? აუ, მე მეცნობა ეს ფოტო გამახი მაქვს ინსტაგრამზე. ფრენბურთელია? ო, და ვინ არის? გონი ქართველი ჩვენი. და? აუ, კალანდაძე. ნანახი მქონდა ის. ანა კალანდაძე. სოფიშვილი. აქ რატო გამადიდეს ვერ ხვდები? ისიც მაგალია. გიბლმა ეგრე გააკეთა. მე სპორტი. ლიანა ჯოჯუა. ვაუ, ოჩახ? ეს მე ვარ. კარგი, ეს იყო ოჩახ. ორის მაია ვერ გამოიცანით და სერენა უილიამსი. სერენა მეც ვერ გამოვიცანი, სიმართლე რო გითხრათ, ჩოგნით რო ყოფილიყო კიდე ხო, მაგრამ მაია გეთვლებათ მაინც, იმიტომ რომ მეც დაგეხმარეთ. ახლა ივნისში სოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში, ხო? დიახ. ემზადებით უკვე როგორი განწყობილი? ეხა უკვე დავივიწყეთ ევროპა, უკვე გადავიდით მსოფლიოს ჩართულები ვართ მოსამზადებელ ეტაპში. აჰა. ამ გადაცემის შემდეგ ეგრევე შეკრებაზე მივიდივართ. შეკრებაზე მიდიხართ. კაი, მოკლედ მე მინდა გზა დაგილოცოთ შეკრებაზე. ბედნიერ და წარმატებულ შეკრებას გისურვებთ. მადლობა. კარგად მოემზადეთ გოგოებო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ასე მაგრად გაგვახაროთ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე გაგვახარეთ. მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ბიჭებს, მადლობა ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს. მოკლედ ჩემი სტუმრები იყვნენ მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.